გორის დილამ სახში იმენა გაანადგურა გაგრა. ანგარიშით 5-0. მეორე ტაიმში გოლები წამოვიდა. ბასინგამ და შეცვლაზე შემოსულმა ხლაიხალმა დუბლები შეასრულეს. ანდრონიკაშვილმაც დაამატა 1. დილა პირველ ადგილს ინარჩუნებს. მეორე ამბავი. ქუთაისის ტორპედომ ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა აიღო იბერია 1999-სთან, 3-1 მოიყო. გახსოვთ ალეკო ბასილაძის ეფექტური ქუსლი მე-19 წუთზე. მერე ვარლეიმაც გაიტანა 3-1-ზე. ქარდავამ კი გაქვითა 1-41-ზე, მაგრამ ბოლოს 90 წუთზე პირესმა მესამე გოლით შეაგდო. ამ მოგებით ტორპედო მესამე ადგილზე გადავიდა. მესამე. წყალტუბო სამგურალმა თბილისის დინამოს ცლია 2-1. აქ გიორგი ფანცულაია მიკოჩაღა, დუბლი შეასრულა პირველივე წაიმში მე-15 და 45 პლუს მესამე წუთებზე. დინამოდან გომისმა კი გაიტანა 46-ზე, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა. შედეგად დინამო მე-4 ადგილზე ჩამოვიდა. მე-4 და ალბათ ტურის მთავარი სენსაცია. გარეჯმა ბათუმში ადგილობრივი დინამო გაანადგურა 4-1. თამაშის ბედი დიდწილად 59 წუთზე გადაწყდა, როცა ბათუმელთა მეკარე მათე თურმანიძე გააძევეს. ამის მერე გალახვარიძემ ეგრევე დუბლი მიაყონა 41 და 52 წუთებზე. სხირტლაძემაც გაიტანა და ბოლოს კუხიანიძემ პენალტით დაასრულა. კოხრეიძემ 1 კი გაქვიტა 62-ზე ბათუმელთაგან, მაგრამ უშედეგოდ. და ბოლოს მე-5 თამაში. გადარჩენისთვის ბრძოლაში თელავმა ფოჩი კოლხეთს მოუგო მინიმალური ანგარიშით 1-0. ერთადერთი გოლი 72 წუთზე ინიგო მარტინმა გაიტანა პენალტით. ეს თელავისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქულებია. კოლხეთი კი ისევ ბოლო ადგილზე რჩება.